გამარჯობა, მე კვანცა ვარ, თეოლოგია მსოფლიო რელიგიის მკვლევარი, ეს ჩემი YouTube არხია, რელიგიის ქრონიკები და დღეს კვლავ ისევ საკმაოდ კარგი, მრავლისმომცველი და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას ვაპირებ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ასევე დაგვიწერეთ თუ რა თემაზე გსურთ მომავალში საუბარი და ვეცდები, რომ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღეს კი ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ რელიგიაზე, ისლამზე. ეს თემა საკმაოდ სათუთი თემა არის და ვეცდები, რომ ყველანაირად მიკერძოების გარეშე მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ რელიგიის შესახებ. ვისაუბრებთ ასევე თანამედროვე დღევანდელ ისლამურ ქვეყნებზე, როგორ დაიწყო საერთოდ ისლამის განვითარება, ვინ იყო მისი ფუძემდებელი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ვიდეო გახდება. ამიტომ დარჩით ჩვენთან და ერთად აღმოვაჩინოთ ისლამური სამყარო. ჩემი ისლამურ სახელმწიფოებთან ესეთი კავშირი, ანუ ინფორმაცია, რაც პირველად გავიგე, საერთოდ იმ ქვეყნებზე, რაც დღეს უბით ხდება, იყო მაშინ, როცა მამა ჩემი სამშვიდობო მისიით წავიდა ერაყში. პირველად მაშინ გავიგე ესე რა ხდებოდა ერაყში, რა ხდებოდა ისლამურ ქვეყნებში, მაშინ იყავი დაახლოებით 11 ან 12 წლის და ამის შემდეგ სულ მაინტერესებდა ეს ისლამური სამყარო. დროთა განმავლობაში რომ გავიზარდე და შემდეგ უკვე სასულიერო აკადემიაში და სემინარიაში ვსწავლობდი, მაშინაც საკმაოდ ისეთი იყო ჩემი დაინტერესება ისლამური ქვეყნების მიმართ. ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ დღესდღეობით ეს ცოდნის მოპოვების ამბავი უფრო გაღრმავებული მაქვს და თითქმის ყოველდღიურად ისლამის შესახებ რაღაცა ახალი ინფორმაციას ვეცნობი. ამიტომ ჩემთვის ეს ასე რომ ვთქვათ ძალიან მრავალწლიანი შრომა არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ჩემ მრავალწლიან შრომას დააფასებთ თქვენი ლაიქებით. დღეს ვიწყებთ საუბარს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ რელიგიაზე მსოფლიოში, ისლამზე. რა არის ისლამი სინამდვილეში? როგორ წარმოიშვა ის? რა სჯერათ მუსლიმებს და როგორია მათი ყოველდღიური რწმენა და პრაქტიკა? მაგრამ ამ ვიდეოში მხოლოდ ისტორიულ ფესვებზე არ ვსაუბრობთ. დღესდღეობითაც მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად ირანში, საუდის არაბეთში და ავღანეთში რელიგიური ლიდერები მართავენ სახელმწიფოს და რელიგია მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობს. რას ნიშნავს ეს მმართველობისთვის, სამართლიანობისთვის და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის? მოდით ერთად ჩავუღრმავდეთ რწმენას, რომელმაც მილიარდზე მეტი ადამიანის გული და გონება მოიცვა. ისლამური რწმენის გულში დგას ღმერთისადმი სრული მორჩილება. სიტყვა ისლამი არაბულად ნიშნავს მორჩილებას, მშვიდობას და თავის დახრას ღვთის წინაშე. ერთი ღმერთის, ანუ ალაჰის აღიარება და მასთან პირდაპირი კავშირი, ყოველგვარი შუამავლების გარეშე. ისლამში არსებობს რწმენის 6 საფუძველი, იმანის სვეტები. რწმენა ალაჰში, ერთადერთი ყოვლისშემძლე და უჩინარი ღმერთი. რწმენა ანგელოზებში, ღმერთის ქმნილებები, რომლებიც მისი მითითებებს ასრულებენ. რწმენა წმინდა წიგნში, მათ შორის თორა, ფსალმუნები და ყურანი. რწმენა წინასწარმეტყველებში, ადამიანად წოდებულ მუჰამედამდე, მათ შორის არიან ნოე, აბრაამი, მოსე, იესო და სხვები. რწმენა სასუფეველის დღეებში, მოსამართლეობის დღე, როდესაც ყველა ადამიანის საქმე გადაიწონება. რწმენა ღვთის განგებაში, ყადარ, ყველაფერი რაც ხდება ღვთის ცოდნითა და ნებით ხდება. ისლამის 5 სვეტი რწმენის გამოხატვა პრაქტიკაში. შაჰადი, რწმენის აღიარება. არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა და მუჰამედი მისი წინასწარმეტყველია. სალათი, დღეში 5 ჯერ ლოცვა. ზაქათი, მოწყალების მიცემა გაჭირვებულებისათვის. შემოსავლის დაახლოებით 2.5%. საუმი, მარხვა რამადანის თვეში, ჰაჯი, მექაში პილიგრიმობა. მისთვის, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ისლამის არსი
ერთ ღმერთში რწმენაა. მორალური ცხოვრება, ლოცვა, მოწყალება და პასუხისმგებლობების გრძნობის ქონა ღვთის წინაშე. ისლამი მხოლოდ რწმენის სისტემა კი არ არის, არამედ ცხოვრების წესიც, რომლებიცაც ეხება ყველაფერს: ოჯახს, სამუშაოს, სოციალურ ურთიერთობებს და სულის მდგომარეობას. ისლამში 64 ჯანნა და ჯოჯოხეთი, ჯაჰანამი ცენტრალური რწმენებია, რომლებიც უკავშირდება სასჯელისა და ჯილდოების იდეას ადამიანის სამქვეყნიური ცხოვრების და რწმენის მიხედვით. მოდით დეტალურად აგიხსნით, რა არის ჯანნა და რა არის ჯაჰანამი. 64 ჯანნა 64 ისლამში არის ღვთის მიერ მომზადებული იდეალური ადგილი მორწმუნეთათვის, ვინც იცხოვრებს ღვთის ნებით, სწორი რწმენით და კეთილი საქმეებით. ყურანში ჯანნა აღწერილია როგორც ბაღები, სადაც მდინარეები ჩქეფს, ხშირად გამოთქმულია ფორმულით, ბაღები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება. უდარდელი და მარადიული ბედნიერება, სუფთა ხორციელი და სულიერი სიხარული, ნაზი, სიო, ჩრდილოვანი ადგილები, საუკეთესო საკვები და სასმელი, ღვთისმერთთან სიახლოვე, რაც ითვლება ყველაზე დიდ ჯილდოდ, რადგან 64-ის უმაღლეს დონეზე მორწმუნე ხედავს ღვთის მადლს. 64-ში მოხვედრა ეფუძნება ღმერთში რწმენას, ტაჰიდს, კეთილ საქმეებს, მორჩილებას ყურანსა და წინასწარმეტყველებისას, გულწრფელობას და გულდასმით სინანულს. ჯოჯოხეთი, ჯაჰანამი. ჯოჯოხეთი არის სასჯელის ადგილი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც უარყო ღმერთი, იქცეოდა უსამართლოდ, ან განზრახ არღვევდა ღვთის კანონებს. ყურანში ჯაჰანამი აღწერილია როგორც მუდმივი ცეცხლი და მხურვალე წყალი, რომელიც არ აწყნარებს ტკივილს, მუქარა იმ ადამიანებისთვის, ვინც სრულობდა, დევნიდა, თავს არიდებდა მოწყალებას. სხვადასხვა დონეებით დარჯათ, დარაკათ, რაც მიუთითებს განსხვავებულ ფორმებზე და ინტენსივობაზე სასჯელს. საინტერესოა, რომ ზოგ მორწმუნეს შეიძლება დროებით მოეთხოს ჯოჯოხეთში და მერე გადაინაცვლოს 64-ში ღვთის შეწყალებით. სხვა მხრივ, ყურანში წერია, რომ ზოგი ადამიანი სამუდამოდ დარჩება ჯოჯოხეთში, თუ ღვთის რწმენა სრულიად უარყო. განსჯის დღე, იაუმ ალ-ქიამა. ისლამური სწავლებით ყველას გაივლის სიცოცხლის ხიდზე, სირათზე, რომელიც ჯოჯოხეთის ზემოთ არის გადებული. მხოლოდ ღვთის წყალობით და რწმენით გაივლის მორწმუნე. ყოველი ადამიანის წაუკითხავენ მისი ცხოვრების წიგნს და არჩევა 64-ისა და ჯოჯოხეთს შორის იქნება საკუთარი საქმეების შემდგომ. მორალური არსი. ისლამში 64 და ჯოჯოხეთი არ არის მხოლოდ მომავალი ცხოვრების ხედვა, არამედ ეთიკური სამაგალითო მოდელები, რომლებიც ადამიანის პასუხისმგებლობას ასწავლის. გზავნილები ღვთის სამართლიანობაზე და წყალობაზე. მუდმივი შეხსენება, რომ ქმედებები ამ ქვეყნად განსაზღვრავს მარადიულ ბედს. ისლამის დაარსება და ფუძემდებელი. ფუძემდებელი არის მუჰამედი, მუჰამედ იბნ აბდულაჰი. მუჰამედი დაიბადა დაახლოებით 570 წელს მექაში, დღევანდელი საუდის არაბეთში. მუჰამედი არა მხოლოდ ისლამის წინასწარმეტყველი იყო, არამედ ისტორიული ფიგურა, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა როგორც რელიგიაში, ისევე პოლიტიკაში, სოციალურ სისტემასა და კულტურაში. მუჰამედი წინასწარმეტყველი, ლიდერი და ადამიანი. დაბადება და ადრეული წლები. მუჰამედი დაიბადა დაახლოებით 570 წელს ქალაქ მექაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. დაიბადა ქურაიშების ტომში, გავლენიან, მაგრამ იმ დროისათვის საკმაოდ გაჭირვებულ ოჯახში. მამა გარდაიცვალა დაბადებამდე, დედა კი რამდენიმე წლის შემდეგ, რის შედეგადაც მუჰამედი გაიზარდა ბაბუის და შემდეგ ბიძის მეურვეობით. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა სამართლითა და პატიოსნებით. მას მეტსახელად ალ-ამინ სანდო ადამიანი შეარქვეს. მუშაობდა ვაჭრად და თავისი პატიოსნებით შთაბეჭდილება მოახდინა მდიდარ ქვრივზე, ხადიჯაზე, რომელიც შემდგომ ცოლად მოიყვანა. მუჰამედს ისლამის წინასწარმეტყველს ისტორიული წყაროების მიხედვით 11 ცოლი ჰყავდა მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა ერთდროულად მაქსიმუმ 9-მდე ცოლთან იყო დაქორწინებული. მისი ქორწინებების განსხვავებული მიზეზები და კონტექსტი ჰქონდა. ზოგი პირადი, ზოგი სოციალური, ზოგი კი პოლიტიკური იყო. მუჰამედის ყველაზე ცნობილი ცოლი ხადიჯა ბინთ ხუალიდი
მუჰამედის პირველი ცოლი და ერთადერთი ცოლი მისი სიცოცხლის მანძილზე, სანამ ხადიჯა ცოცხალი იყო. ხადიჯა იყო წარმატებული ვაჭარი, უფროსი ასაკით მუჰამედზე და თავად სთხოვა მას ქორწინება. 25 წლის მუჰამედი და 40 წლის ხადიჯა 25 წელი იყვნენ ერთად და ეს იყო ბედნიერი მონოგამიური ქორწინება. მათი შვილი იყო ფატიმა, მომავალი იმამის ალი იბნ აბუ ტალიბის ცოლი და შიიტური ტრადიციის წმინდა ფიგურა. სხვა ცოლები. რატომ ჰყავდა მუჰამედს რამდენიმე ცოლი? ხადიჯას სიკვდილის შემდეგ მუჰამედი რამდენჯერმე დაქორწინდა. მისი ქორწინებების მიზეზი კი ხშირად იყო მოძმეტომებთან კავშირის გამყარება, პოლიტიკური სტაბილურობა, ასევე მოწამეების ქვრივების დაცვა, სოციალური პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. რა იყო ისლამში მრავალცოლიანობის ლიმიტი? ყურანის საშუალებას იძლევა მაქსიმუმ 4 ცოლი ჰყავდეს კაცს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლია მას ყველა მათგანის სამართლიანად უზრუნველყოფა. დაქორწინით 2, 3 ან 4 ქალზე, მაგრამ თუ გეშინიათ, რომ ვეღარ იქნებით სამართლიანი, მხოლოდ ერთზე. მუჰამედის შემთხვევაში მას განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა, როგორც წინასწარმეტყველს და ამგვარად დაშვებულად მიაჩნდა ჰქონოდა მეტი ქორწინება. ეს ღვთაებრივი განკარგულებით იყო განსაზღვრული. ყურანი 33:50. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მუჰამედის ქორწინებები არ შეიძლება თანამედროვე რომანტიკული ან მხოლოდ სექსუალური საზომით შეფასდეს. ისინი ხშირად ასახავდა სოციალური პასუხისმგებლობების, ტომური დიპლომატიის და რელიგიური მესიჯის კონტექსტს. პირველი გამოცხადება. მუჰამედს 40 წლის ასაკში ჰირას მთაზე მღვიმეში მოსალოდნელი მოვლენა მოხდა. გაბრიელ მთავარანგელოზი ჯაბრიელი მოევლინა და უთხრა: იკითხე ღვთის სახელით, რომელმაც შექმნა. ყურანი 96:1. ეს იყო მუჰამედის პირველი გამოცხადება და ამით დაიწყო ისლამი, როგორც ღვთის გზავნილი კაცობრიობისთვის. პირველი მორწმუნე იყო მისი ცოლი ხადიჯა, ხოლო მალე მიხვდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები. დევნა მექაში. მექის ძლიერ ტომებს, რომლებიც კერთთაყვანისმცემლობას მისდევდნენ, მუჰამედის სწავლება არ მოსწონდათ, მონოათეიზმი, თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა, ეს ყველაფერი მუქარად აღიქვეს არსებული წესრიგისთვის. მუსლიმებს დაემუქრნენ, ნაწილი აწამეს, ზოგი კი მოკლეს. მუჰამედმა ზოგიერთი მორწმუნე ქრისტიან ეთიოპიაში გაგზავნა თავშესაფრის საძიებლად, ნეჯაჰის მეფესთან. ჰიჯრა გადასახლება მედინაში 622 წელი. დევნის შემდეგ მუჰამედი ემიგრირდა მედინაში. ეს მოვლენა ჰიჯრად გადასახლებად იწოდება და ამით იწყება ისლამური კალენდარი. მედინაში მუჰამედი მხოლოდ რელიგიური ლიდერი არ იყო, ის გახდა მშვიდობის მედიატორი, სამართლის გამტარი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი. მან შექმნა პირველი ისლამური საზოგადოება, სადაც სხვადასხვა ტომები და რელიგიური ჯგუფები, მათ შორის იუდეველებიც ერთად ცხოვრობენ საერთო შეთანხმების საფუძველზე. კონფლიქტები და შემდგომი გამარჯვება. მექასა და მედინას შორის მრავალი სამხედრო დაპირისპირება მოხდა. მუჰამედი და მისი თანამიმდევრები თავდაპირველად დაცვით პოზიციაზე იყვნენ, თუმცა მოგვიანებით დაიწყეს მექის გავლენის შეკავება. 620 წელს მუჰამედი მშვიდობით შევიდა მექაში, სისხლისღვრის გარეშე. მან გაანადგურა ქააბში არსებული კერპები და ქალაქის მონოათეიზმზე მოაქცია. დამშვიდობება და გარდაცვალება. 621 წელს მუჰამედმა ჰაჯი, ანუ პილიგრიმობა აღასრულა მექაში, სწორედ ამ დროს წარმოთქვა თავისი ცნობილი დამშვიდობების ქადაგება, სადაც ხაზგასმით თქვა: არავის არ გააჩნია უპირატესობა სხვაზე, არც არაბს არაარაბზე, არც თეთრს შავზე, გარდა ღვთის შიშით და კეთილმოქმედებით. ამავე წელს მუჰამედი გარდაიცვალა მედინაში 63 წლის ასაკში. მუჰამედი არ იყო მხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ ადამიანი, რომელმაც გააერთიანა დაქურცმაცებული ტომების შექმნა, მორალურ ფასეულობებზე დაფუძნებული საზოგადოება და გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანის ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი მე-7 საუკუნეში გაჩნდა, მუჰამედი მას არ მოიაზრებდა სრულიად ახალ რელიგიად, ისლამი საკუთარ თავს აღიქვამს აბრაამულ ტრადიციების გაგრძელებად, იმ გზას, რომელზეც დგანან იუდეველებიც და ქრისტიანებიც.
610 წელს მუჰამედს მუსლიმანური რწმენის თანახმად მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა გაბრიელმა გადაცა ღვთის პირველი გზავნილი, ამით დაიწყო ისლამის წმინდა წიგნის, ანუ ყურანის გამოცხადება, რომელიც გაგრძელდა მუჰამედის სიცოცხლის ბოლომდე, 632 წლამდე. მუჰამედი თვითონ არ მიიჩნევდა საკუთარ თავს ღმერთად, ის იყო ღვთის მაცნი, ანუ წინასწარმეტყველი, არაბულად ნაბი ან რასულ. აქვე უნდა აღინიშნოს ქრისტიანული გავლენა ისლამზე, ყურანი და ქრისტიანობა. ყურანი მარიამს, იესო ქრისტეს დედას, განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს. ის ერთადერთი ქალია, რომლის სახელითაც სურა არის დასათაურებული, სურა მარიამი. ისლამში იესო, ისა არის ღვთის წინასწარმეტყველი, არა ღმერთი, არამედ ღვთის რჩეული ადამიანი. ის ასწავლის მონოთეიზმს, მოწყალებას და სიყვარულს. თუმცა ყურანი უარყოფს მის ღვთიურობას და ჯვარცმას, რაც უკვე მძირეული თეოლოგიური განსხვავებაა. მუჰამედის ურთიერთობა ქრისტიანებთან. მუჰამედს ახალგაზრდობაში ჰქონდა კონტაქტი ქრისტიანებთან სავაჭრო მოგზაურობისას. ერთ-ერთი ცნობილი ბერი, ბაჰირა, რომელმაც მუჰამედში წინასწარმეტყველური ნიშნები დაინახა, როცა მუსლიმების დევნას განიცდიდნენ მექაში, მუჰამედმა ურჩია მათ თავშესაფარი ეძიათ ქრისტიან მეფესთან ნეჯახთან ეთიოპიაში, რომელმაც მართლაც შეიფარა ისინი. ქრისტიანებთან დამოკიდებულება. ყურანში ქრისტიანები მოიხსენიებულნი არიან როგორც წიგნის ხალხი, ადამიანები, რომლებსაც ღვთიური გამოცხადება ჰქონდათ. მიუხედავად განსხვავებებისა, ყურანი მოუწოდებს მუსლიმებს ქრისტიანებთან სამართლიანად და მშვიდობიანად იმოქმედონ. თქვენთან და მათთან ერთია ჩვენი ღმერთი, მხოლოდ მას ვემორჩილებით. ყურანი 29:46. რატომ არის ყურანში ახალი აღთქმისეული ტექსტები? ღვთის გზავნილის ერთიანობა. ყურანი ამბობს, რომ იესო, ისა და სახარება, ინჯილი ღვთის ჭეშმარიტი გზავნილი იყვნენ, ისევე როგორც მოსე და თორა. ისლამი არ უარყოფს სახარების არსს, არამედ ამტკიცებს, რომ მისი ნაწილია ღვთიური გზავნილის ერთიანი სერია და ჩვენ მივეცით იესოს მარიამის ძეს ინჯილი, რომელშიც იყო ნათელი ჭეშმარიტება და სწორი გზა. ყურანი 5:46. ისტორიული და კულტურული გავლენა. მუჰამედი ცხოვრობდა რეგიონში, სადაც ქრისტიანობა გარკვეულწილად გავრცელებული იყო. მის ირგვლივ არსებობდა ქრისტიანული თემები და იდეები. ეს გავლენებიც აისახა ყურანის ტექსტში. ზნეობრივი თანხვედრა. ისლამი იზიარებს ქრისტიანობასთან ბევრ ზნეობრივ საფუძველს. ღვთის სიყვარული, მოწყალება, მიტევება, თავმდაბლობა. ეს ღირებულებები ყურანშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. იმ დროისთვის არაბეთში კი მრავლად არსებობდა მრავალღმერთიანობა, პოლიათეიზმი, სოციალური უსამართლობა, ტომობრივი ომები და სიღარიბე. ისლამი გაჩნდა როგორც მონოათეისტური რწმენა, რომელიც ქადაგებდა ერთღმერთიანობას, არაბულად ალაჰი და ადამიანთა შორის თანასწორობას. მუჰამედი მექაში მისიონერულად ქადაგებდა, მაგრამ ქალაქის გავლენიანმა პირებმა მისი გზავნილი მტრულად მიიღეს. 622 წელს მუჰამედი და მისი მიმდევრები გადაბარგდნენ მედინაში. ეს მოვლენა ცნობილია როგორც ჰიჯრა და ამით იწყება ისლამური კალენდარი. საბოლოოდ მუჰამედი დაბრუნდა მექაში და გაავრცელა ისლამი მთელს არაბეთის ნახევარკუნძულზე. მომდევნო წლებში ისლამი სწრაფად გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, აფრიკაში და მოგვიანებით ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. დღეს ისლამს ჰყავს დაახლოებით 2 მილიარდი მიმდევარი, არსებობს 2 ძირითადი მიმდინარეობა: სუნიზმი, ყველაზე დიდი ჯგუფი 85-დან 90%-მდე, შიიზმი, მეორე დიდი ჯგუფი ძირითადად ირანში, ერაყში და ლიბანში. რატომ გაიყო ისლამი სუნიტების და შიიტების გაყოფა? მთავარი მიზეზი ვის უნდა ეხელმძღვანელა მუსლიმებისათვის მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ. მუჰამედი გარდაიცვალა 622 წელს და მან პირდაპირ მემკვიდრე არ დატოვა. აქედან დაიწყო აზრთა სხვადასხვაობა. სუნიტები დაახლოებით 85-90% მუსლიმების მსოფლიოში. რას ფიქრობდნენ? მიიჩნევენ, რომ მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მუსლიმთა ლიდერი ხალიფა უნდა არჩეულიყო მუსლიმანური საზოგადოებიდან და არა მხოლოდ ოჯახიდან. პირველ ხალიფად აირჩიეს აბუ ბაქარი, მუჰამედის ახლო მეგობარი და სიმამრი. სიტყვა სუნიტი მომდინარეობს ფრაზიდან სუნათ ალ-ბანი, სადაც ნიშნავს წინასწარმეტყველის გზა. ისინი ცდილობენ მოჰყვნენ მუჰამედის ცხოვრებას და სწავლებას. შიიზმი დაახლოებით 10-15%, რას ფიქრობენ ისინი? ისინი თვლიან, რომ მუჰამედს უნდა შეეცვალა მისი ბიძაშვილი და სიძე ალი იბნ აბუ ტალიბი,
როგორც ღვთის მიერ დანიშნული ლიდერი. შიიტებისათვის ხელმძღვანელობა იმამატი უნდა დარჩენილიყო მუჰამედის სახლის შთამომავლობაში, ეგრეთ წოდებული ალ-ულ-ბაითი, წინასწარმეტყველის სახლი. სიტყვა შია თავისთავად ნიშნავს ალის მხარდამჭერები, არაბულად შიათ ალი. პირველი კონფლიქტი, ქარბალას ბრძოლა მოხდა 680 წელს. ეს იყო ყველაზე ტრაგიკული და სიმბოლური მოვლენა შიიტებისათვის. მუჰამედის შვილიშვილი ჰუსეინი, ალის ვაჟი და მისი მცირერიცხოვანი მიმდევრები დაიღუპნენ იეზიდებთან ბრძოლაში. ეს ტრაგედია შიიტებისათვის წმინდა და ყოველწლიურად იხსენებენ აშურას დღეს, მწუხარებით, მარხვით და ზოგგან სხეულის თვითდაზიანებითაც კი. დღესდღეობით სუნიტები არიან უმრავლესობაში საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, თურქეთში, ინდონეზიაში, პაკისტანში და ასე შემდეგ. შიიტები მეტწილად ცხოვრობენ ირანში, ერაყში, აზერბაიჯანში, ბაჰრეინში, იემენში და ლიბანში. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებები არსებობს, ორივე მიმდინარეობა ემხრობა და სჯერა ალაჰის, მიჰყვება ყურანს, აღიარებს მუჰამედს როგორც ბოლო წინასწარმეტყველს. განსხვავებები უფრო პოლიტიკური, ისტორიული კონტექსტითაა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში მათ შორის ურთიერთობები იყო როგორც დაძაბული, ასევე მშვიდობიანი. წმინდა ტექსტები და მათი ინტერპრეტაცია. ორივე მიმდინარეობა აღიარებს ყურანს როგორც წმინდა წიგნს, თუმცა შიიტები დამატებით მნიშვნელობას ანიჭებენ იმამების სწავლებას და ახლებურად განმარტავენ ყურანის ზოგიერთ მუხლს. მაგალითად, ისინი ხშირად ალეგორიულად განმარტავენ ტექსტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წინასწარმეტყველის ოჯახის წევრების, ანუ ალ-ბაითის სიტყვას. სუნიტები კი ეყრდნობიან წინასწარმეტყველების თანხლებთან საჰაბა გამოცემას და მათ მიერ შემონახულ ჰადისებს. თეოლოგიური განსხვავებები. შიიტები იმამატი თვლიან, რომ იმამები არიან ღვთის მიერ დანიშნული უწმინდესი ლიდერები, რომლებიც უშუალოდ მუჰამედის შთამომავლები არიან. მაჰდი სჯერათ, რომ მე-12 იმამი მუჰამედ ალ-მაჰდი ამჟამად ფარულად ცხოვრობს და მომავალში დაბრუნდება, რათა დაამყაროს სამართლიანობა. ისმა იმამები არიან დაცულნი ცოდვისაგან და შეცდომისაგან. სუნიტები არ აღიარებენ იმამების ღვთიურ დანიშვნას. მაჰდის მოსვლას აღიარებულია, მაგრამ მას არ უკავშირდება კონკრეტული იმამს, ანუ მუჰამედის შთამომავლობას. არ მიიჩნევენ, რომ რომელიმე ადამიანი ცოდვისაგან არის დაცული. სამართლებრივი სკოლები. სუნიტები აქვთ 4 ძირითადი სამართლებრივი სკოლა: მასხაბი, ჰანაფი, მალიქი, შაფი და ჰანბალი. შიიტები ძირითადად მიჰყვებიან ჯაფარის სამართლებრივ სკოლას, რომელიც იმამ ჯაფარ ალ-სადიქის სწავლების საფუძველზე ჩამოყალიბდა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ შეუთავსებლობა შიიტებსა და სუნიტებს შორის არ არის მხოლოდ რელიგიური, ისტორიული კონფლიქტი ბევრად უფრო პოლიტიკური, ეთნიკური და სოციალური ფესვების მქონეა, ვიდრე წმინდა სარწმუნოებრივი ისტორიული წყარო, მემკვიდრეობის ბრძოლა. როგორც უკვე ვიცით, მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ შიიტები და სუნიტები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა გამხდარიყო მუსლიმთა ლიდერი. სუნიტებმა აირჩიეს აბუ ბაქარი, შიიტებმა უარყვეს ეს არჩევანი და მხოლოდ ალ-იბნ აბუ ტალიბი აღიარეს ლეგიტიმურ მემკვიდრედ. ამ პირველივე განხეთქილებამ მოამზადა ნიადაგი პოლიტიკური და დოგმატური განხეთქილებებისათვის. პოლიტიკურმა კონკურენციამ გაამძაფრა დაპირისპირება. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მუსლიმანურ იმპერიებს შორის ბრძოლებმა, მაგალითად როგორც იყო ოსმალეთის სუნიტურ იმპერიასა და საფავიდების შიიტურ ირანს შორის, დაპირისპირება უფრო გააღრმავა. შიიტები ხშირად იყვნენ მარგინალიზებული ან დევნილი სუნიტურ მმართველობაში. ზოგიერთ სუნიტურ სახელმწიფოში შიიტები მიიჩნეოდნენ ერეტიკოსებად და პირიქით შიიტურ ქვეყნებში სუნიტებს შესაძლოა არ მიეცეთ ყველა უფლება. თანამედროვე მიზეზები დღეს უკვე უფრო გეოპოლიტიკურია. დღეს შიიტურ და სუნიტურ სახელმწიფოებს შორის არსებობს პირდაპირი კონკურენცია გავლენისათვის მუსლიმანურ სამყაროში. ირანი, შიიტური და საუდის არაბეთის სუნიტური, ეს ორი სახელმწიფო იბრძვის რეგიონალურ დომინირებაზე. ისინი უჭერენ მხარს განსხვავებულ ჯგუფებს სირიასა და იემენში, სადაც ხშირად მიმდინარეობს კონფლიქტები არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ რელიგიური ნიშნითაც.
სამხედრო დაპირისპირება ერაყში შიიტებმა აიღეს ძალაუფლება ამერიკული ოკუპაციის შემდეგ, რამაც სუნიტური უმცირესობის უკმაყოფილება გამოიწვია. სირიაში სუნიტური ამბოხებულები იბრძვიან შიიტი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბაშარ ასადის რეჟიმის, იემენში შიიტი ჰუსიტები ებრძვიან სუნიტურ მმართველობას, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს. რელიგიური რადიკალიზმი მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიმდინარეობა ღვთისმოშიში და მშვიდობიან მუსლიმებს აღიარებს, ექსტრემალურმა ჯგუფებმა ამ განსხვავებებისაგან სიძულვილის იდეოლოგია შექმნეს. ზოგიერთი სუნიტი რადიკალური ჯგუფები შიიტებს არ მიიჩნევს ნამდვილ მუსლიმებად, ზოგიერთი შიიტურ წრეში სუნიტები აღიქმებიან როგორც მტრები იმამის ტახტისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი შიიტი და სუნიტი მშვიდობიანად თანაცხოვრობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რელიგიური კონფლიქტი ყოველთვის არ ნიშნავს სიძულვილს უბრალო ხალხში. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ, ქორწინდებიან, ერთმანეთზე ცხოვრობენ ერთ ქალაქში მშვიდობიანად, მაგალითად ლიბანში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, ქუვეითში და სხვა. კონფლიქტის ძირი პოლიტიკური და ისტორიულია, არა მხოლოდ რწმენის საკითხი. რელიგიური განსხვავებები გამოიყენებულია პოლიტიკური მიზნებისთვის. ექსტრემალური ჯგუფები ხელს უწყობენ სიძულვილს, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა მიისწრაფის მშვიდობისკენ. აქვე აუცილებელია, რომ აღვნიშნოთ, რადიკალიზმი არ არის თვითონ შიიტური ან სუნიტური მოძღვრების სავალდებულო ნაწილი, არც ერთი დენომინაცია არ ქადაგებს ძალადობას, როგორც რელიგიურ სწავლების არსს, მაგრამ პრაქტიკაში და ისტორიულად რადიკალური ჯგუფები ორივე მხარეს იჩენენ თავს, თუმცა ფორმა, მასშტაბები და გავლენა განსხვავებულია. სუნიტურ მხარეზე რადიკალური ჯგუფები, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ, ანუ ალ-ქაიდა. წარმოიშვა სუნიტურ ისლამში, მრწამსი მათი არის ვაჰაბისაკენ მიდნეკილნი არიან, რომელიც ძალიან მკაცრი ინტერპრეტაციაა ისლამისა. მათი ტაქტიკა არის საერთაშორისო ტერორიზმი, თვითმკვლელური თავდასხმები, სამიზნეები კი გახლავთ დასავლური ქვეყნები, შიიტები და არასუნიტი მუსლიმები. ISIS დაჰეში წარმოიშვა სუნიტურ ისლამში, სულფისტურ ჯიჰადისტური თეოლოგია, ტაქტიკა მათი არის მასობრივი ძალადობა, გენოციდი, მაგალითად იეზიდების მიმართ, შიიტების მიმართ მიზანმიმართებული შეტევები, თვითმიზანი კი არის სუნიტური ხალიფატის აღდგენა შიიტების, ქრისტიანებისა და სხვა ყველა განსხვავებული ჯგუფების წინააღმდეგ. ისინი შიიტების ერეტიკოსებად თვლიან და ხშირად პირდაპირ მიზანში იღებენ მათ, მაგალითად ერაყში და სირიაში ISIS-ის მსხვერპლი ხშირად იყვნენ შიიტური მეჩეთების მლოცველები. შიიტურ მხარეზე რადიკალური ჯგუფები, ჰეზბოლა, ლიბანი, წარმოშობა შიიტური ჯგუფი, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი, ტაქტიკა ასიმეტრიული ომი, თავდასხმები ისრაელსა და ზოგჯერ სუნიტურ ჯგუფების წინააღმდეგ, მეტწილად მოქმედებს რეგიონალურად, განსაკუთრებით ისრაელთან დაპირისპირების ფარგლებში. ჰუსიტები, იემენი, შიიტური დაჯგუფება, ზაიდიტი შიიტები, რომლებიც ებრძვიან სუნიტ მმართველობას, კონფლიქტი უფრო პოლიტიკური და ტერიტორიულია, ვიდრე რელიგიური, თუმცა შიიტური რადიკალური ჯგუფების მოქმედება განსაკუთრებით აქტიურია პოლიტიკურ კონფლიქტში, ვიდრე გლობალურ ტერორიზმის ფარგლებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა. სუნიტურ რადიკალურ ჯგუფებს, მაგალითად ალ-ქაიდა, ISIS-ი ჰქონდათ ყველაზე ფართო და სასტიკი გავლენა გლობალურად, მათ შორის შიიტების წინააღმდეგაც. შიიტურ რადიკალურ ჯგუფებს, მაგალითად ჰეზბოლა, უფრო რეგიონული პოლიტიკური მოტივირებული კონფლიქტები აქვს და იშვიათად ახორციელებენ თავდასხმებს მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური განსხვავებების გამო. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ ნიშნავს სუნიტები ან შიიტები ზოგადად რადიკალები არიან. რადიკალიზმი ცალკეული მარგინალური ჯგუფების პრობლემაა, არა მთელი მუსლიმანური საზოგადოების. აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო თვითმკვლელი ტერორისტების მიმართ, რაც გავრცელებული არის რადიკალურ ისლამურ ქვეყნებში და მინდა ვისაუბრო ახლა ზოგადად თვითმკვლელობის დანახვაზე მუსლიმებში. რა ელის თვითმკვლელებს ისლამური წმენის მიხედვით. ყურანში პირდაპირ წერია, რომ თვითმკვლელობა ისჯება ძალიან მკაცრად. ყურანი
და საკუთარ თავს ნუ მოიკლავთ სინამდვილეში ალაჰი მოწყალია თქვენდამი. სურა 4:29. ეს მუხლი პირდაპირ კრძალავს თვითმკვლელობას და ხაზს უსვავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ღვთის საკუთრებაა. ჰადისები, მუჰამედის სიტყვები არის მრავალი ავტორიტეტული ჰადისი, რომელშიც მუჰამედი მკაცრად აფრთხილებს თვითმკვლელობის ბედზე, ვინც რაიმეთი მოიკლავს თავს, იმავეს აკეთებს ჯოჯოხეთში სამუდამოდ. მაგალითად, ვინც თავი დაიჭრა იარაღით მოკვდა, იგი ამას აკეთებს მარადიულად ჯოჯოხეთში. ვინც მოიწამლა თავი და ასე გარდაიცვალა, უწყვეტად სვავს საწამლავს და ასე იტანჯება ჯოჯოხეთში. თვითმკვლელობის თემა, დეტალები და გამონაკლისები, ფსიქიური მდგომარეობა და ღვთის სამართალი. თანამედროვე ისლამური სწავლებები ხშირად აღნიშნავს, რომ ღმერთის სამსჯავრო არის ყოვლისმცოდნე და სამართლიანი. თუ ადამიანი იტანჯებოდა ფსიქიური დაავადებებით, მაგალითად კლინიკური დეპრესია, ვერ აკონტროლებდა თავს და ქმედება იყო იმპულსური, არ ესმოდა ქმედების ზუსტი მნიშვნელობა, მაშინ დასჯის საკითხი მხოლოდ ღმერთის გადაწყვეტს და თუ რა გზა გამოუძებნოს ასეთ ადამიანს. ბევრმა სწავლებამ ხაზგასმით თქვა, რომ ღმერთი მოწყალე და გამგებია და საბოლოო გადაწყვეტილებას მისი წყალობის და ნების შესაბამისად გამოიტანს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისლამი მკაცრად კრძალავს თვითმკვლელობას და მიიჩნევს მას სერიოზულ ცოდვად. ჰადისები აღწერენ ჯოჯოხეთის ტანჯვას მათთვის, ვინც შეგნებულად და ზუსტად ამ მიზნით მოიკლა თავი, თუმცა ისლამი ასევე ამაღლებს ღვთის მოწყალებას და უსაზღვრო ცოდნას ადამიანის შიდა ტანჯვის შესახებ. საბოლოოდ თვითმკვლელის ბედი მხოლოდ ღვთის ხელშია. არავის უფლება არ აქვს თქვას, ეს ადამიანი აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება და მაინც რატომ იფეთქებენ თავს ტერორისტები, რომლებიც ამბობენ, რომ მას შემდეგ 60-ში 70 ქალწული ელოდება. ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა, ამიტომ ვეცდები გულწრფელად და ობიექტურად, ასევე პატივისცემით აგიხსნათ, თუ რატომ ხდება ასე. ისლამი კატეგორიულად კრძალავს უდანაშაულო ადამიანების მოკლას. ყურანი ღიად კრძალავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. ვინც კლავს უდანაშაულო ადამიანს, თითქოს მთელი კაცობრიობა მოკლა. სურა 5:22. თვითმკვლელობა, როგორც უკვე ვთქვით, ისლამშიც დიდი ცოდვაა, ხოლო თვითმკვლელური ტერაქტი ეს ორმაგი დანაშაულია. საკუთარი თავის მოკლა, სხვა ადამიანების განზრახ განადგურება. საიდან მოდის 70 ქალწულის იდეა? ეს წარმოდგენა ეფუძნება ერთ-ერთ ჰადის მუსლიმების კრებული, რომლებიც ამბობს, რომ მორწმუნე, ვინც ჰადი, ანუ მოწამეა, 60-ში მოხვდება და დაჯილდოვებული იქნება მათ შორის 70 ქალწულით. მაგრამ ეს ტექსტი სიმბოლურად უნდა გაიგოს. ტრადიციული სწავლებების დიდი ნაწილი ასე განმარტავს. ჰურები არიან სულიერი ჯილდოები, არა მხოლოდ ხორციელი. რიცხვი 70 ან 72 ხშირია არაბულ ტრადიციაში და აღნიშნავს სიმრავლეს, არა ზუსტ ციფრს. ეს აღნიშვნები არაფერს საერთოს არ აქვს ტერორისტულ აქტებთან. ამ ჰადის მიზანი იყო მორწმუნეების გამხნევება, ვინც სამართლიან ომში მოკვდება და არა მისი წახალიზება იმაზე, რომ თავი აიფეთქოს ბაზარში ან სკოლაში. ტერორისტები და მათი რელიგიური манипуляция. რადიკალური ჯგუფები, როგორიცაა ალ-ქაიდა და ISIS, ასევე სხვები ამახინჯებენ ისლამურ ტექსტებს, რათა პოლიტიკური მიზნები რელიგიური ნიღბით გაამართლონ, იყენებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ ცოდნა ისლამის შესახებ და არწმუნებენ, რომ მათი სამოთხე გარანტირებულია. თუ წმინდა ომისთვის გაწირავენ თავს, ხშირად მათ მიერ განხორციელებული თავდასხმების შესაძლოა სულაც არ იყოს რელიგიურად მოტივირებული, არამედ პოლიტიკური, ფსიქოლოგიური ან შურისძიებაზე იყოს დაფუძნებული. ჭეშმარიტი მუსლიმები გმობენ ტერორისტს, ძალიან ბევრი მუსლიმი, სუნიტი, შიიტი, სუფი, ყველა გამოდის ტერორიზმის წინააღმდეგ, ამბობენ, რომ ეს ისლამის წინააღმდეგი ქმედებაა, აღნიშნავს, რომ ისლამი არის მშვიდობიანი რელიგია, სიტყვა ისლამიც კი თავისთავად მშვიდობას ნიშნავს და რომ მოწამეობა არ შეიძლება იყოს უსამართლო ომის ჩარევის ან ძალადობის სახელით.
ისლამი კრძალავს ტერორს, თვითმკვლელობას და უდანაშაულების მოკვლას. 70 ქალწული ხშირად არასწორად გამოიყენება რელიგიური манипуляციის მიზნით, მაგრამ ის საბრძოლო მოწამეობას ეხება და არა ტერორისტულ თავდასხმებს. რადიკალები არ გამოხატავენ ისლამის უმრავლესობის ხედვას, ისინი იყენებენ რწმენას იდეოლოგიური ომებისთვის. მთავარი ისლამური იდეა ღვთის სიყვარული, მოწყალება, სამართლიანობა და რწმენით ცხოვრება. ირანი შიიტური პოლიტიკური ძალის ცენტრი. 1979 წლის ისლამური რევოლუცია. ირანში მოხდა შიიტური ისლამური რევოლუცია, რომელმაც დაამხო პროდასავლური შაჰის მმართველობა. ქვეყანა გადაიქცა თეოკრატიულ რესპუბლიკად, რომელსაც მართავს შიიტი უმაღლესი ლიდერი. რევოლუციის მიზანი იყო არა მარტო ირანში ისლამური მმართველობის დამყარება, არამედ შიიტური იდეოლოგიის გატანა მთელს რეგიონში. ამის შემდეგ ირანი გახდა შიიტური ჯგუფების მხარდაჭერის მთავარი ცენტრალური ძალა. ირანი აქტიურად იყენებს თავის პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსებს შიიტური დაჯგუფებების სახელმძღვანელოდ ახლო აღმოსავლეთში. ამ მხარდაჭერით ირანი ქმნის ეგრეთ წოდებულ მიიტურ ნახევარმთვარეს შიიტურ გავლენის ზონას ლიბანიდან იემენამდე. რატომ აკეთებს ამას ირანი? ისლამური რევოლუციის გატანა რეგიონში არის ერთ-ერთი მიზეზი. სუნიტური კონკურენცია საუდის არაბეთთან მაგალითად დაპირისპირება, დასავლეთის განსაკუთრებით შტატებისა და ისრაელის გავლენის შესუსტება, რეგიონული ჰეგემონიის მოპოვება ახლო აღმოსავლეთში. საუდის არაბეთი და სხვა სუნიტური ქვეყნები ხედავენ ირანის როგორც პირდაპირ საფრთხეს რეგიონული სტაბილურობისთვის, უჭერენ მხარს სუნიტურ მთავრობას და ჯგუფებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ირანის გავლენას. იემენში, სირიაში და ბაჰრეინში ხშირად ეს დაპირისპირება იძენს პროქსის ომის სახასიათს, სადაც თვით ქვეყნები კი არ იბრძვიან ერთმანეთთან, არამედ მათი დაქვემდებარებული ჯგუფები ეჯახებიან ერთმანეთს. შიიტური მხარე ძირითადად ირანის მეშვეობით მრავალ რეგიონული პოლიტიკურ ძალად გადაიქცა, რომელსაც გავლენა აქვს როგორც სამხედრო, ისევე იდეოლოგიურ დონეზე. სუნიტური მხარე მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად უმრავლესობაშია, უფრო ხშირად იცავს თავს იმ გამოწვევაზე, რაც ირანის აქტივობებიდან მოდის. როდესაც ისლამურ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, ხშირად ჩნდება კითხვა, როგორია ქალის მდგომარეობა ამ საზოგადოებაში. უპირველესად უნდა გავიგოთ, რომ ისლამი და ისლამური სახელმწიფოები არის ერთი და იგივე. ყურანი და ისლამური სწავლებები შეიძლება სხვადასხვანაირად აიხსნას და სწორედ ამ ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული, როგორ იქნება ქალის როლი საზოგადოებაში. რას ამბობს ყურანი ქალზე? ყურანი აღიარებს ქალის ღირსებას და სულიერ თანასწორობას კაცთან. ის ამბობს, რომ ქალი და კაცი ღმერთის წინაშე თანაბარი არსებები არიან, ორივეს ევალება ერთნაირის ნეობირივ პასუხისმგებლობა. ქალი მემკვიდრეობას იღებს, უფლება აქვს ქორწინებას დასაყრდეს ან უარი თქვას, ჰყავს საკუთრება და შეუძლია განათლებაც მიიღოს, მაგრამ შუა საუკუნეების ინტერპრეტაცია და კულტურულმა კონტექსტმა ხშირად ჩაანაცვლა ეს ძირითადი პრინციპები და ჩამოაყალიბა ისეთი სისტემები, რომლებიც ქალს ზღუდავდა. ისლამურ ქვეყნებში ქალების უფლებები მკვეთრად განსხვავდება ერთისაგან მეორეში. შეიძლება ან პოლარული თავისუფლება იყოს, ან მკაცრი შეზღუდვა. ირანი თეოკრატიული რეჟიმი, სადაც რელიგიური ლიდერები მართავენ, არიან ქალები ვალდებული ატარონ ჩადრი, საჯაროდ გარკვეული პროფესიები მათთვის მიუწვდომელია, თუმცა ამავე დროს ქალები აქტიურად არიან ჩართული განათლებაში. უნივერსიტეტებში ირანში სტუდენტების თითქმის ნახევარზე მეტი ქალია. საუდის არაბეთი ბოლო წლებში გარკვეული რეფორმები მოხდა, მაგალითად ქალებმა მართვის მოწმობის აღება დაიწყეს 2018 წლიდან, თუმცა ბევრ ასპექტში ისინი კვლავ ექვემდებარებიან მამაკაცის მეურვეობის სისტემას, რაც ნიშნავს, რომ ბევრი გადაწყვეტილება, მაგალითად მოგზაურობა ან ქორწინება მამაკაცების ნებართვას მოითხოვს. ავღანეთში თალიბანის რეჟიმის შემდეგ ქალთა უფლებები მკაცრად შეიზღუდა, მათ აუკრძალეს უმაღლეს განათლებაში სწავლა, მუშაობა საჯარო სექტორში და აიძულებენ მკაცრ ისლამურ ფორმაში გამოწყობას. ბევრ საერთაშორისო ორგანიზაცია ამას ქალების უფლებების მძიმე დარღვევად აფასებს. ინდონეზია, იორდანია, ტუნისი, სხვა მუსლიმურ ქვეყნებში, მაგალითად ინდონეზიაში ან ტუნისში, ქალებს აქვთ შედარებით ფართო თავისუფლება, არჩევნებში მონაწილეობენ, მუშაობენ, იღებენ განათლებას და ხშირად თანაბარ უფლებებზეა საუბარი კანონშიც კი. დღეს ბევრი მუსლიმი ფემინისტი ცდილობს დაიბრუნოს ისლამის შინაარსი და მოიპოვოს შედარებით მეტი თავისუფლება.
ქალების მდგომარეობა ისლამურ სამყაროში ერთი ნათელი პასუხით არ განისაზღვრება. ისეთი ქვეყნები, სადაც ქალების თავისუფლება აქვთ, გვიჩვენებს, რომ პრობლემა თავად ისლამი კი არ არის, არამედ ის თუ როგორ ვირჩევთ მის ახსნას. ამ თემაზე საუბარი გვაძლევს შანსს, რომ პატივისცემით და ღიად ვიმსჯელოთ არა განსასჯელად, არამედ იმის გასაგებად, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალების ცხოვრება მთელს მსოფლიოში. არ შემიძლია არ გავიხსენო 2022 წელს მომხდარი ფაქტი. ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა ირანის მორალის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ, იმის გამო, რომ ჰიჯაბი წესების დაცვით არ ეცვა. ეს გახდა მასობრივი პროტესტის დასაწყისი. ქალები საჯაროდ იშორებდნენ ჰიჯაბს, წვავდნენ თავსაბურავებს, იღებდნენ ვიდეოებს თავშიშველად ქუჩაში სიარულისაც, რასაც სერიოზული საფრთხეები ახლდა. ეს მოძრაობა იყო არა ჰიჯაბის წინააღმდეგ, არამედ იძულებით ჰიჯაბის წინააღმდეგ ტარებისთვის. ზოგ რეგიონში, თუნდაც სადაც ჩადრი იურიდიულად სავალდებულო არ არის, საზოგადოება და ოჯახი დიდი ზეწოლით აიძულებს ქალებს მის ტარებას. ასეთი ზეწოლა ხშირად რელიგიური მორალის სახელით მართლდება. არსებობს ჩადრის სხვადასხვა ტიპები, ჰიჯაბი მხოლოდ თმა და ყელია დაფარული, ნიკაბი სახე დაფარული თვალების გარდა, ბურკა დაფარულია მთელი სხეული და სახე, თვალებიც კი ბადით, ჩადრი, ირანში გავრცელებული შავი მოსასხამი, რომელიც მთელი სხეულს ფარავს, მაგრამ სახე ღია რჩება. ბევრი მუსლიმი ქალი აცხადებს, რომ ჩადრის ტარება მათთვის საკუთარი რწმენის ღირსებისა და თავისუფლების გამოხატულებაა. ხშირად ასეთი ქალები ამბობენ, ჩადრი დამეხმარა, რომ გამეთავისუფლებინა თავი გარეგნული შეფასებებისგან და ხალხი ჩემი გონებით შემაფასებდა. ეს ჩემი ღმერთთან კავშირია, არა საზოგადოების მიმართ დამორჩილება. განსაკუთრებით დასავლეთში მცხოვრები მუსლიმანი ქალები ჩადრის ტარება შეიძლება კულტურულად თვითმყოფადობას და პროტესტის ფორმაც იყოს საზოგადოების მოლოდინების წინააღმდეგ. რატომ კონტროლდება ჩადრის ტარება ზოგიერთ ქვეყანაში მკაცრად? რელიგიური კანონმდებლობა, შარიათი. ზოგ ქვეყანაში შარიათი, ისლამური სამართალი არის ან სახელმწიფოს ოფიციალური სამართლის საფუძველი, ან მისი ნაწილი. ასეთ ქვეყნებში ხელისუფლება თვლის, რომ ჩადრის ტარება საზოგადოებრივ სიწმინდეს იცავს. მაგალითად, ირანი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ჰიჯაბი სავალდებულოა, დამრღვევების ჯარიმა ან დაპატიმრებაც ემუქრებათ. ტალიბანის მიერ მართულ ავღანეთში ქალებს ავალდებულობენ მთელი სხეული დაიფარონ, ხშირად ბურკით. ზოგჯერ ჩადრის პოლიტიკურად გამოყენება ხდება. მაგალითად, მთავრობისათვის ქალის ჩაცმულობის კონტროლი ნიშნავს მთლიანად საზოგადოების კონტროლს. ეს შეიძლება აღიქვამული იქნას როგორც იდეოლოგიური ერთიანობის მტკიცებულება. საიდან მოდის ჩადრის ტარების კულტურა? რელიგიური ფესვები. ჩადრის ტარება დაკავშირებულია ისლამურ ტრადიციებთან. ისლამში ქალური სიწმინდისა და მოგრძალებულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყურანის რამდენიმე აიაში გვხვდება მოწოდება, რომ ქალებმა ჩაიცვან მოგრძალებულად და დაიფარონ თავი. წინასწარმეტყველნო, უთხარი შენს ცოლებს, შენს ასულებს და მორწმუნე ქალებს, რომ დაიფარონ თავიანთი მოსასხამები, რათა უფრო ცნობადები იყვნენ და არ შეუწყონ ხელი შევიწროებას. ყურანის სურა 33-59. ამ აიას ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარია. ზოგ ქვეყანაში მას თვლიან ვალდებულად ჩადრის ტარებისკენ, სხვაგან არჩევით რეკომენდაციად. დღესდღეობით მსოფლიოში ისლამურ რელიგიას აღიქვამენ როგორც ტერორისტულ ესე ვთქვათ, დაჯგუფების სამყაროს, სადაც ხდება ქალების ჩაგვრა, მკვლელობა, ბავშვების მკვლელობა, ტერორიზმი, თვითმკვლელობა და მასობრივი ადამიანების განადგურება, მაგრამ რეალურად ისლამი ამას არ ქადაგებს. პირიქით, ისლამი მშვიდობის მოყარე სარწმუნოებაა, უბრალოდ სხვადასხვა რადიკალურმა ჯგუფებმა ეს ყველაფერი სხვანაირად გაიგეს და ადამიანებსაც მოუწოდებენ და მათზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ, რომ თუნდაც სხვა ადამიანები მოკლან, ან ტერორისტები გახდნენ, ან ასე შემდეგ. ამიტომ ზოგადად ისლამი არ უნდა აღიქვას როგორც მომაკვდინებელი, მჩაგვრელი რელიგია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეომ ცოტათი მაინც შეგიცვალათ აზრი ისლამის მიმართულებით.
მაშასე დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონოთ ვიდეო, გამოიწერეთ აუცილებლად არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და ასევე თუ რაზე გსურთ მომავალში საუბარი. მე კი გისურვებთ, რომ გეცხოვროთ ყველა ადამიანს თავისუფალ და მშვიდობიან სამყაროში, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ეროვნების ან რელიგიური წამსის მატარებელი ხართ, ყველა ადამიანი იმსახურებს თავისუფლებას და მშვიდ გარემოს. ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ის კაცი იქნება თუ ქალი თუ ბავშვი თუ მოხუცი. გისურვებთ, რომ რელიგიური ნიშნით არასდროს არავინ არ გდევნიდეთ და იმედი მაქვს, რომ 21 საუკუნეში სამყარო ოდნავ ჰუმანურობას მაინც შეინარჩუნებს ყველა ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ დღესაც 21 საუკუნეში ადამიანები იდევნებიან როგორც ეთნიკური მახასიათებლების გამო, ასევე რელიგიური წამსის გამო. მე დღეს დაგემშვიდობებით წარმატებულ განაყოფიერებას ვისურვებთ, შევხვდებით მომავალ კვირაში. მადლობა ყურებისთვის.